ავტორთა უფლებების და მცველთა ასოციაციის პირველი ბეჭდური პროექტი მალე გამოვა ერთადერთი არაკომერციული ქართული ჟურნალი, სადაც საავტორო უფლებების გარდა ლეგენდარული ხელოვანებისა და დღემდე უცნობის შემსრულებლების შესახებ მკითხველი ბევრ საინტერესოს შეიტყობს. ასევე ახალ გამოცემაში ცნობილი სახეები ახალ ამპლუაში წარდგებიან. ყველაფერი ავტორების, შემსრულებლების და მათი უფლებების შესახებ ერთ ჟურნალში ქართველი მკითხველისთვის პირველად იბეჭდება. შემეცნებითი და გასართობი ჟურნალი ქართულ ბაზარზე უკონკურენტოა, მკვეთრად განსაზღვრული პროფილით. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ავტორი თითქმის ამ ჟურნალში დაიბეჭდოს, ეს ერთი და მეორე, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ის რომ ის პრობლემები, რაც არსებობს და ავტორებს აქვთ, ხო, რაღაცა ირღვევა მათი უფლება, არ ექცევასა თანადოდ შეიძლება ყურადღება ამ ვიღაცას რაღაცა გამორჩა, შეუძლიათ რომ ყველაფერი ამაში მოათავსონ. კოპირაითი ავტორთა უფლებების ასოციაციის პირველი ბეჭდური პროექტია. სამართლებრივი ინფორმაციის მიწოდების გარდა რედაქტორების გადაწყვეტილებით ჟურნალი მკითხველებისთვის ქართველი შემოქმედებითი პერსონების პოპულარიზაციას და უცნობის სახეების წარდგენასაც ითვალისწინებს. გვაქვს რუბრიკა დებიუტი, გვაქვს რუბრიკა ქართველები უცხოეთში, საინტერესო საკითხავი გამოვიდა, რაც მთავარია ჟურნალი, რუბრიკები გვაქვს ინტერვიუებიც. ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ნიკოლოზ რურუ ამჯერად სულ სხვა ამპლუით ისაუბრებს ქართველ და უცხოელ მუსიკოსებზე და მათ უფლებებზეც კულტურის მინისტრი სპეციალურად ახალი ჟურნალისტვის დაწერს. ჩვენ ვითარდებით ძალიან სწრაფად, ბევრი მიმართულებით, როგორც ქვეყანას გვაქვს მართლა განსაოცარი პროგრესი, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მართლა ბევრია მისაღწევი. ამიტომ ეს ძალიან დროული ჟურნალია და მინდა ვთქვა, რომ ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც კი ეს პრობლემა ნაკლებად არის ფეხმოკლებული, ასეთი გამოცემა, ასეთი ხარისხიანი ჟურნალი არ არის ჯერჯერობით, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენი ამოცანაა, როგორც სახელმწიფოსი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ინდექსში ავიწიოთ წევით. Window ფართო აუდიტორიის წინაშე უკვე 1 წელზე მეტია გამოდის. შერეული რეპერტუარით ზუსტად განსაზღვრული სტილით და ყოველთვის ცოცხალი შესრულებით. ჟურნალ კოპირაითის პრეზენტაციაზე ჯგუფი Windows ოფიციალური წარდგენა იგეგმება. ვაკეთებთ ძირითადად კავერებს, თუმცა ჩვენი კომპოზიციები ყავს ოღონდ არა დაძინებული, არამედ ვაღვიძებთ, ასე ვთქვათ. ერთი ჩვენი სრული კომპოზიცია არსებობს და ამის სინგლი უკვე ჩაწერილია. თუ არ ვწდები, მეორე ნომერში უკვე გამოვა, ეს სინგლი ჩაიდება უკვე ამ ჟურნალში. ყველა ავტორისთვის ეს იქნება ერთგვარი მექა იმისა, რომ საკუთარი პრობლემები, საკუთარი წუხილი საავტორო უფლებების კუთხით რაც მას გააჩნიათ, ამ ჟურნალში განათავსონ და ყველა შეიძლება რომ ჟურნალში დაწეროს, ასევე ამოიკითხოს ის საკითხები, რაც მათთვის არის საინტერესო. საავტორო უფლებების და შემოქმედებითი ბიზნესის შესახებ ინფორმაციას კოპირაითი 3 თვეში ერთხელ გამოსცემს. პირველ ნომერს მკითხველი 20 იანვარს იხილავს.